კონსერვატორები საქართველოსთვის ასე ქვია ახალ პარტიას, რომელიც უკვე ოფიციალურად დარეგისტრირებულია, მას არ აქვს მინიჭებული ნომერი, რომლითაც ისინი თუნდაც თვითმმართველობის ან საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მომდევნო არჩევნებში ეს პარტია, ანუ ახალი ალტინფო მიიღებს აუცილებლად მონაწილეობას. ბუნებრივია ჩნდება კითხვა მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე გააუქმა მართ პარტია არაძლევდა რეგისტრაციის საშუალებას, უხარვეზებდა დოკუმენტაციას და თვეების განმავლობაში არც კი განიხილავდა ამ ახალი პარტიის რეგისტრაციას, რა გახდა იმის მიზეზი, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მათ თაროდან ჩამოიღეს აღნიშნული განცხადება და რეგისტრაციაში გაატარეს ახალი ალტინფოს პარტია. ჩვენ ეს კითხვა დავუსვით კოკა მორგოშიას, ზურა მახარაძეს და ვცადეთ პასუხის მიღება ხომ არ არიან ისინი მაშველი რგოლი ოლიგარქის გუნდისთვის, რადგან ცნობილია, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მაღალი ალბათობით ქართული ოცნება მარტო იქნება და არჩევნებში მონაწილეობას პროდასავლური ოპოზიცია არ მიიღებს. ახალი ალტინფოს წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ დარწმუნებული არიან არჩევნებზე ისინი მარტო არ იქნებიან და სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ აუცილებლად მონაწილეობას და აქვე ამატებენ, რომ მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, ისინი საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით იმოქმედებენ და ამ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. ჩვენ ყველა არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდით. გვაუქმებდნენ მაინც რეგისტრაციაზე გავდიოდით, კიდე როცა გვაუქმებდნენ სხვა პარტიებს ნახულობდით და ჩვენ ყველანაირი გზებით, ანუ ვცდილობდით, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ესე ვთქვათ, ჩვენი სიტყვა გვეთქვა. ჩვენი პარტიის გარდა რამდენიმე კვირით ადრე გიგა ბოკერია და თამარ შერგოლეიშვილის პარტიას დაარეგისტრეს, ასე რომ ეს მხოლოდ ისე არ შეიძლება ითქვას იმ კონტექსტში, რომ აი მარტო რაღაცა ჩვენი პარტია დაარეგისტრირეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დისციპლინა და ეს იქნება რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მონაწილეობას მივიღებთ. პოლიტიკური პროცესი ფაქტიურად მკვდარია, იმიტომ რომ პროდასალურმა პარტიებმა ეფექტურად შეუსრულეს ამოცანა ოცნებას რაც უნდოდა, ანუ ნაცი მოდის ყვირილით, მაგათ მე რამდენად გაიტანეს უკვე თავის. ერთადერთი პოლიტიკური პარტია ჯერჯერობით, ვისაც გაუქმეს მთელი ამ განცხადებების მიუხედავად თუ არ ჩვენ, იმიტომ რომ წინა პარტია გაგვიუქმეს და ვერ შევძელით საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი პარტიის მონაწილეობის მიღება, მათ შორის მათსავე სახალხო დამცველის ანგარიშში არის დაფიქსირებული, რომ ჩვენ მიმართ კონსტიტუციური უფლება დაირღვა. თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნებათ, იმიტომ რომ სხვა პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას. გადაწყვეტილება მიღებულია ალტინფო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა არჩევნები, სადაც მხოლოდ ქართული ოცნება და სატელიტი ოპოზიცია იქნება, თუნდაც ალტინფოსთან ერთად წარმოდგენილი, ჩვენს დამატებით კითხვის ნიშნებს, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კონკურენტ უნარიან არჩევნებად.